მოგესალმებით, ამოვხსნათ ამოცანა ნომერი 388. ჯგუფში 25 სტუდენტია. აი პირობითი დიაგრამები გავაკეთოთ. ამას ხან ვენის დიაგრამებს ეძახიან. ხან ეილერის დიაგრამებს. ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თავარია გავიაზროთ თუ როგორ ამოვხსნათ ეს ამოცანა. აი ასეთი რაღაც სქემა შეგვიძლია შემოგთავაზოთ. ანუ 25 სტუდენტია ჯგუფში. ჯგუფი წარმოვიდგინოთ რაღაც თქვა პირობითად ეს არის ჯგუფი. თქვათ. აი რაღაც კლასია თქვათ. კლასში ხდება. ეს აკლასო ოთახი. 25 სტუდენტია აი ამის შიგნით არის 25 სტუდენტი. ყოველი სტუდენტი სწავლობს ინგლისურს ან გერმანულ ენას. ანუ ორი სიმრავლე გვაქვს ინგლისური ენის ვინც სწავლობს ინგლისურ ენას იმათი სიმრავლე. გავაკეთოთ თქვათ ასეთი რაღაცით. აი ეს თქვათ ინგლისური ენა. მეორე სიმრავლე გავაკეთოთ თქვათ ვინც სწავლობს გერმანულ ენას თქვათ. აი ეს თქვათ. ესენ წითელი მასში თქვათ შავსად გერმანული ენის შემსწავლელები. ესაა თქვათ გერმანული. ანუ ამ წრეწირის შიგნით ყველა გერმანულს სწავლობს, ვინცა. აი ამ შავი წრეწირის შიგნით ყველანი ინგლისურს სწავლობს. აი ამ დააკვირით აი ამ სივრცეში იქნება ის სტუდენტები, რომლებიც ინგლისურსაც სწავლობენ და გერმანულსაც ორივეს. რაც შეეხება ამ ნაწილს, აი ეს, რომელიც ამ წრეწირების გარეთაა, ეს სივრცე აღნიშნავს ვინც არ სწავლობს არც ინგლისურს და არც გერმანულს, ანუ ამ სიმრავლეების გარეთაა. და ეს ციფრი, აი ეს ვინც ამათი სიმრავლე არის 0-ის ტოლი. და რატომ? საიდან ხვდებით? აი დააკვირდით, აი ამ წინადადებას ყოველი სტუდენტი სწავლობს ინგლისურ ან გერმანულს. ანუ ნებისმიერი სტუდენტი უნდა იყოს ან ინგლისურ ამ წრეწირის შიგნით, ან გერმანულის ოვალის შიგნით, აი ამის შიგნით. ანუ აი ამ საზღვრებში უნდა იყოს, აი ამ საზღვრებში, ამის შიგნით. ამის გარეთ ვინც არ სწავლობს არც ინგლისურს, არც გერმანულს, ამ ჩვენს ამოცანაში 0-ის ტოლია. მე მგონი გასაგებია ეს მომენტები. ეხლა დავაკვირდეთ აი ამ სიმრავლეს, თუ რა არის ეს სიმრავლე, აი ეს სიმრავლე. აი ეს სიმრავლე რა არის, აი ეს ნაწილი. ეს არის, აი ეს ნაწილი არის, მხოლოდ ინგლისურს რო სწავლობენ, აი ეს, მხოლოდ ინგლისურს. შავი წრეწირის შიგნით არის მხოლოდ ინგლისურს რო სწავლობენ. აი ეს არის მხოლოდ ინგლისურს, ეს დაშრიხული არის ინგლისური. ეხლა ვნახოთ რა არის ეს, აი ეს ნაწილი. აი ეს რა არის. თქვენ მე მგონი გამოიცნობთ. ეს დაშრიხული ნაწილი აჩვენებს მხოლოდ ინგლისურს ენას რო სწავლობენ. აი ეს შიგნით დარჩენილი ნაწილი ნიშნავს ინგლისურსაც რო სწავლობენ და გერმანულსაც. აი ეს ნაწილი არის ინგლისურის და გერმანულის შემსწავლელები ორივე. ეს ვინც არც გერმანულს სწავლობს და არც ინგლისურს. ახლა დავუბრუნდეთ ჩვენ ამოცანას.
სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც გერმანულს სწავლობენ, ისე შეეფარდება იმ რაოდენობას, რომლებიც ინგლისურს სწავლობენ, როგორც 3-5. ანუ ჩვენ შეგვიძლია ასეთი რამ შემოვიტანოთ. გერმანულს რო სწავლობენ, ვინც გერმანულს სწავლობს, ის ჩვენ შეგვიძლია 3 კათი, 3 შესაბამისი ციფრის 3 კათი აღვნიშნოთ მათი რაოდენობა, ხოლო ინგლისურს ვინც სწავლობენ 5 კათი. ინგლისურისა შეგვიძლია 5 კათი. ეს რაღაც პროპორციულობის კოეფიციენტია, ანუ ჩვენ თუ გერმანულ მოსწავლეთა რაოდენობა 3-კას შევაფარდებთ ინგლისურ 5-კასთან, 5-კა რაოდენობასთან, შეფარდებისას გადაკა შეიკვეცება და ისევ 3-5-თან გვექნება. ანუ სწორია 3-5-თან. ეს ჩვენი აღნიშვნები სწორია. გერმანელების რაოდენობა 3-კა, უხეშად რო თქვათ და ინგლისელებისა 5-კა. ახლა ნახასთან წავიდეთ. აი ამ შავი წრეწირის შიგნით, რაც არის, ეს არის ინგლისელების რაოდენობა, ანუ მთლიანად არის 5-კა, ჩვენ შემთხვევაში 5-კა. აი ეს მთლიანად. რაც შეეხება გერმანელი სტუდენტების რაოდენობას, ანუ უკაცრავად გერმანულ ენას რო სწავლებენ იმ სტუდენტების რაოდენობას, ეს არის 3-კა. 3-კა. 3-კაში ვგულისხმობთ აი ამ წელი წრეწირის შიგნით ვინც არიან, აი ეს გერმანულ ენას რო სწავლობენ. გერმანულ ენას 8 სტუდენტი ნაკლები სწავლობს ვიდრე ინგლისურს. აი ეს საკმაოდ მარტივად დავაკავშირებთ ახლა. ანუ ეს 3-კა 8 სტუდენტით ნაკლებია 5-კაზე. ანუ ჩვენ 3-კას თუ დავამატებთ 8-ს, მივიღებთ რას? 5-კას. ასეთ პირველი განტოლება. დააკვირდით ამოცანის პირობით, გერმანულ ენას ვინც სწავლობს, ის არის 8 ნაკლები, თუ დავამატებთ 8-ს, გაუტოლდება 5-კას. გვეკითხება, რამდენი სტუდენტი სწავლობს ორივე ენას. ორივე ენას, რომელიც სწავლობს, ის აღვნიშნოთ. აი ეს სიმრავლე აღვნიშნოთ x-ით. აი x-ით იყოს ეს. პირველი შეკითხვა, ესე იგი ვეძებთ x. მეორე შეკითხვა, მხოლოდ გერმანულს არის ეს დაშტრიხული ნაწილი, აი ეს. ეს არის 5-კას თუ დავაკლებთ x. აი 5-კა ხომ მთლიანია ამ შავი წრეწირის შიგნით, დააკვირდით ესა 5-კა. თუ გამოვაკლები x, აი ამ სივრცეს, რა თქმა უნდა, დაგრჩება ეს გარეთა ნაწილი, ანუ მხოლოდ ინგლისურს რო სწავლობენ. ანუ აი ეს დაშტრიხული ნაწილი, მხოლოდ ინგლისური, გამოითვლება ასე, 5-კას უნდა დავაკლო x. 5-კას დავაკლოთ x. ეხლა მხოლოდ გერმანულს იმედია არ გაგიჭირდებათ, აი მთლიანია 3-კა. 3-კას თუ თქვენ გამოვაკლებთ x, დაგრჩება ეს წითელი სტრიხებით მონიშნული ნაწილი, არე, ეს არის მხოლოდ გერმანულს რო სწავლობენ. ანუ აი ეს არის მხოლოდ გერმანული. ეს არის 3-კას მინუს x. ეს ერთი განტოლებაა. აქედან ჩვენ შეგვიძლია k ვიპოვოთ, რა თქმა უნდა. 3-კა გადავაიქეთ 8 უდრის 2-კას და k უდრის 4-ს. შეგვიძლია k თუ 4-ია, 3-ჯერ 4, 3-კა, ეს იქნება რამდენი 12, 5-ჯერ 4, ეს იქნება 20. რაც შეეხება x, აი აქ ჩვენ შეგვიძლია ჩავსვათ ასეთი ამოცანები, მე მგონი თქვენ გაქვთ გაკეთებული, თუ მთლიანს აი ამ 5-კას დავამატებთ
3 კას, აი ამ ვინც სწავლობს გერმანულს, გამოვაკლებთ x, აი ამას x. ვაკლებთ იმიტომ, რომ x-ი შედის როგორც 5 კაში, ასევე 3 კაში. ანუ ორჯერ მოხდა სათვალავში შეყვანა ამათი რაოდენობის, ამიტომ ვაკლებთ 1x. ანუ ორჯერ როცა მოხდა, 1 ვაკლებთ და დაგვრჩება 1-ჯერ შეყვანილი აი ამ სიმრავლეში. ამათი დავამატო, რა თქმა უნდა, ეს 0-ის, ანუ ესეთი არ აქვს, ვინც არც ეთენას სწავლობს და მთლიანი ჯამი უნდა გვაძლევდეს 25-ს. 5-კას დამატებული 3-კა ეს არის 8-კა მინუს x-ი უდრის 25-ს. კა 4-ია, 32-ს მინუს x-ი უდრის 25-ს, x-ი უდრის 7-ს. ანუ ეს ნახაზი ჩვენ თავიდან რომ გამოვსახოთ და პასუხები ჩავწეროთ, ასეთ რაღაცას მივიღებთ. აი თქვა. აი ასე. ესე იგი, მთლიანია 25. x-ი მივიღეთ ჩვენ 7. ანუ ორივე ენას სწავლობ 7. ესაა 7. 5 გამივიღეთ 20. ეს მთლიანად 20-ია შავ სივრცეში. 20 გამოვაკლებთ 7-ს, რჩება რამდენი? 13. ეს 13 ესაა, აი ეს ნაწილი. მხოლოდ ინგლისურს რო სწავლობენ, აი ეს. 13-ია ეს ნაწილი, აი ეს სივრცეა 13. შვიდი ესაა. ეხლა 3-კა ნახეთ, 3-კა არის გერმანელები 12 გერმანული. აი ეს 12 არის ეს ნაწილი. აი ეს. მხოლოდ გერმანულს რო, არა, 3-12 არის მთლიანი, აი ეს, ამ მთლიანი წრეწირი შიგნით. 12-ს რო დავაკლებთ 7-ს, გამოვა 5. ეს 5 აჩვენებს მხოლოდ გერმანულ ენას რო სწავლობენ, აი ესეთი. და ეს 0-ია. დააკვირდით 13 დამატებული 7 20 დამატებული 5 25. ყველა პირობა კარგად. მე მგონი გავიაზრეთ. ესე იგი, აქ ინგლისელებია, გახსოვთ, აქ გერმანელები არიან. ანუ გერმანული, მხოლოდ გერმანულს სწავლობს 5, ორივე სწავლობს 7, ინგლისურს სწავლობს 13. ყველაფერი გარკვეულია. მადლობთ ყურადღებისათვის.